კეთი დიასამიძე, ანა კალატოზი. ადამიანების გამოცნობა გირჩევნია თუ მოვლენების? უნდა დაუკავშირდე სამყაროს, რომ ითხრას პასუხი. და ნიმანანიაშვილს ვფიქრობ. თუმცა აბსოლუტურად არაფერზე არ არის დაფუძნებული ეს იდეა. პირველ სეზონში მორჩით მარტივებს, ახლა მირთულებს ცხოვრებას. კი. გიშლის ხელზე ხასპეციალურად. არ მოქმედებს შენზე. მეორე მინიშნე. კაი, ავიკაპიტეთ. კლავები. შუა ფიქრის დროს ადამიანის სახელი გამოიწყო. უბრალოდ ყველას გასაგონად. ერთი თავით და ხელებით ისეთ მოძრაობებს აკეთებს, რომ კიდევ უფრო მააბნო. მამაშვილები. ვაუ. აქ უნდა გართობილიყავთ ტანჯვას რატო ყავს ეს ყველაფერი. გამოძიება ტანჯვა. რატო ხარ გაკრი? კეთი დიასამიძე, ანა კალატოზი, რასად როდისის გამორჩეული მოთამაშეები, ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც დღეს დახვწავენ ერთმანეთს იმისთვის, რომ შემდეგ ნახევარფინალში გავიდნენ და იქნებ როგორმე მეტაკვესტს დაეუფლონ, მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდნენ. როგორ ახართ მეგობრებო? ჩვენი შემართებები. მადლობა რომ მონაწილეობთ მაძიებლის მესამე სეზონში. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მესამე სეზონი მიმდინარეობს გადაცემა რასად როდისთან კოლაბორაციით. შესაბამისად, სეზონის ყველა მონაწილე არის რასად როდის მოაზროვნე, მეცაც გეტყვით წამყვანიც კი. ესე დავგეგმეთ და შესაბამისად ძალიან საინტერესო თამაშები გვაქვს. მცირედი ცვლილებები გვაქვს გადაცემაში წინა სეზონებთან შედარებით და ამასაც შეგახსენებთ მაინც ის, რომ საქართველოს ისტორიას მოეპარა მსოფლიო ისტორია და ყოველი მესამე კითხვა იქნება მსოფლიო ისტორიიდან და ის რომ მესამე რაუნდი ოდნავ შეიცვალა, აღარ იქნება რიცხვების გამოცნობაზე ბრძოლა, არამედ გვექნება სამი თემა, სამ ლამაზ კონვერტში გადანაწილებული მოთამაშეებმა უნდა გამორიცხონ თემები და ითამაშონ საბოლოოდ ერთ-ერთ თემაზე და თემაში იქნება სამი კითხვა ისტორიიდან, ძალიან ლამაზი საინტერესო კითხვები, თითოეულის გამოცნობის შემთხვევაში 2 ქულას მიიღებენ ჩვენი მოთამაშეები. ასევე მეგობრებო, ერთ საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ, რომ მაძიებლის მესამე სეზონის პარტნიორია Extra G, სადაც ყველაფერი გვეგულება და ჩვენი არაერთი სამხილით სწორედ Extra G-დან იქნება მოპოვებულ მოტანილი და მე მოგიწევთ თქვენ ამის მიხედვით გამოიცნოთ სხვადასხვა შეკითხვები. ჩვენი მუდმივი მეგობარი PSP ისევ ჩვენთან არის და ისიც ჩართული იქნება ამ სეზონში და ვინც დამარცხდება, ვინც რო ეს არც ერთს არ გინდათ, მაგრამ რომელიღაცას მოგიწევთ Extra G-სგანაც და PSP-სგანაც მიიღებთ ასეთ საჩუქრებს. ან ტყუილა არც ერთი არ მოსულ ვარ. ტყუილა არც ერთი არ მოსულ ხართ, როგორც იტყვიან ხოლმე. ხელცარიელი არავინ წავა ამ სტუდიიდან, აი ეგ ფრაზა. აქ ყველა გამარჯვებულია. კი, ყველა გამარჯვებულია. ჩვენი სეზონის გადაღებას ისევ და ისევ წინა სეზონის გავსად ახორციელებს Click Production-ი, ხოლო ჩვენს მუსიკალურ შეფუთვაზე ზრუნავს Heima Production-ი და მოკლედ ეს არის ჩვენი მეგობრების სია. ასევე ჩვენი მეგობრები არიან YouTube-თან, ჩვენი გამომწერები, ჩვენი მომწონებლები, დამკომენტარებლები და ასე შემდეგ. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი თაროს თაობა, მოიწონეთ გადაცემა, დაგვიწერეთ კომენტარები, რჩევები, კითხვები და ასე შემდეგ. ძალიან გვიხარია ხოლმე თქვენი კომენტარების ხილვა. ხო არ დაგვეწყო თამაში? კი, იმიტომ რომ მინდა რომ აყვე რაღაცაში და არ ვიცი რის თქმას. სად ჩაუვთო სიტყვა ვერ. მეც კაი მოქოქილი ვარ. ეგრე კი არ არის. დავიწყოთ მეგობრებო, თამაში დაწყებამდე უნდა ავაგდოთ ლარიანი, რომ გავარკვიოთ ვინ იწყებს თანმიმდევრობის ამბავი. ნებისმიერზე თანახმავ. ერთიანი თუ თანმიმდევრობის თუ არჩევის დოსიეს და საქმის. ხო, ჯერ ნახოთ ვის მოუწევს არჩევა თანმიმდევრობის. ერთიანი. გერბი. გერბი. ანა, შენ შეგიძლია აირჩიო, რომ დაიწყო ან არ დაიწყო. განსხვავება არის გეტყვი რა, თუ დაიწყებ 2 დოსიე და 1 საქმე მოგიწევს, თუ არ დაიწყებ 1 დოსიე და 2 საქმე მოგიწევს. ანუ ადამიანი და მოვლენები. ადამიანების გამოცნობა გირჩევნია თუ მოვლენების? უნდა დაუკავშირდე სამყაროს, რომ ითხრას პასუხი ერთი წამი. მოვლენების. ანუ გირჩევნია არ დავიწყო. არ დაიწყებ. კეთი იწყებს მაშინ. ანუ პირველი შეკითხვა და კეთის ექნება ეს ტერმინი მოვიფიქრეთ წინა სეზონში. ფიქრის უპირატესობა. და კაია. ჩემი საქაღალდე.
და ჩვენი პირველი მინიშნება გახლავთ შემდეგი. კეთი. ანა ყურსასმენები. ანა ყურსასმენები. თბილისი ხო? კეკვიძის პარკი ხო არ არის? ვერაფერს გეტყვი, მაგასთან დაკავშირებით შეგიძლია დააკვირდე და ამოიცნო. კარგი. რამე აი დეტალებით თუ გეცნობა ხო, რა ну პარკია. აქ პრინცე. შეიძლება ქოთ. არ არის ეს ქუთაისი, მაგრამ ნახოთ. შეგიძლია ხმამაღლა იმშელო არ ესმის ანას. ხო, იცი რა არის? ცენტრში რომზე არის? ხო. და რაღაცას მეუბნება, მაგრამ რას მეუბნება და რა ვიცი, თან 8 თვალამზე არის თუ ეს რამეს ნიშნავს. გვერდზე შენობებს ვაკვირდები, ეს შეიძლება იყოს თეატრი, რომელი? თუ თეატრია არ ვიცი, თან ვერ ვცნობ რა ქალაქს. ხო. რაღაცა თან თითქოს ქუთაისი მგონია, მაგრამ თან რანაირად მგონია ვერ ვცნობ ვერაფერს და მოკლედ ნახოთ რა. მე აღნიშნავ რომ ბათუმი გამორიცხე აშკარად, იმიტომ რომ ბათუმელი ხარ. ბათუმელი გამორიცხა ბათუმს კი, არ გადაიან გარჩევში ბათუმის პარკი არ არის. არ არის ხო, 6 მაისის პარკთან არ არის ნამდვილად. ოკეი, ეგ არის ხო, რაღაცებს ვაკვირდები, მაგრამ ჯერ ეს ალბათ ვინმე სახელობის პარკია და მე ალბათ ველოდები რომ მის შემოქმედებაზე რამეს მეტყვით. კეთილი და პატიოსანი. გამოიცნა? ჯერ არა. კეთი ყურსასმენები. ყურსასმენები? აი ხო. აბა, შენ თუ გეცნობა ეგ ადგილი. კი, მერიოტის კუთხეს ხედავ, ეს ალბათ თავისუფლების მოედანი უნდა იყოს. ეს გავს ეროვნულ მუზეუმს უკან. აქ პუშკინის სკვერის ადგილს გავს, მაგრამ ეგეთი გამწვანებული არაფერი არ მახსოვს. ამიტომ შეიძლება რომ უბრალოდ ქალაქი გავდეს ეგრე, მაგრამ ბათუმის იმასაც გავს, აი შესასვლელი რო არის წინ ძეგლი დგას ქალის და ბავშვის, ხო, 6 მაისის პარკს გავს. პარკში შიგნით არ ვიცი, აი აქედან გავს. ბათუმს გავს ესთეტიკითაც კი შეიძლება იყოს. აუ მფრინავი არის ავიაციიდან არის ვიღაცა დამავიწყდა ვიცი. იხსენებ ბათუმის პარკის შესასვლელში ვისი ძეგლი დგას. ხო. ან თბილისი ეგეთ გამწვანებული არ არის, ამ წერტილებით გავს რაღაცით თბილისსაც აშკარად ბათუმი არის, აი აქ დგას ძეგლი. თბილისი გამორიცხე ესე იგი, რომ თბილისი იყოს. ხო, რა ვიცი, რაღაც აი თბილის არ გავს. იცი არა. არა, ძალიან გავს იმასაც. ერთი წამი ეს ახალი ის არის, რა ქვია, რუსთაველის ქვემოთ შენ ისე თბილისელი ხარ? მე ვჩემობ ქუთაისლობას, მაგრამ არავინ არ მანებებს მაგას. რავი, სადაურიძგინეს. არ ვიცი, იმიტომ რომ ქუთაისში არ მიცხოვრია, მაგრამ ჩემი მშობლები იქიდან არიან და კი ბატონო. ძალიან გულით მინდა რომ მივეკუთვნებოდე იქაურობას. მაგრამ მიჭრიან ხოლმე გადაცემებიდან. ყველგან ვიძახი და ყველგან მიჭრიან და მარტო ბედინეს სიმღერა დამრჩა. ხო, ну მოკლედ რავი, ეგ ვარიანტები მაქვს და ჯერ არ ვიცი რა. კარგი. შეგიძლია მოიხსნა ყურსასმენი, ეხლა მოგცემთ, ესე იგი, მეორე მინიშნებას. მეორე მინიშნება გვაქვს ეკრანზე. ეგ იყო Mechanical Rainbow თანამედროვე ქართული ჯგუფი თავისი სიმღერიდან ამონარიდი მოგიტანეთ, რაც რაღაცაში ასოციაციურად უნდა დაგეხმაროთ. ყურსასმენები, ანა?
საინტერესო ის არის რომ Mechanical Rainbow როცა ამ კლიპისთვის აგროვებდა back sound-ებს ჯერა უნდა გეყვირა და მე ჩემი ხმა გავაგზავნე. შეიძლება ეხა ჩემი ხმაც მოვისმინე არ ვიცი. შენ წყვირი ხარ. მაგრამ ეხა საქმე რა არის რომ მექანიკური ცისარტყელა ტექსტს ვაკვირდებოდი და ჯერასთან ერთერთი პარალელი ქართულ პოეზიასთან ვერ გავავლეს ამ ძოხარად. თუ გინდა ესაც ისე შეგიძლია ხო, თან დავაკვირდება რა. ანუ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ვინმე სახელობის პარკია და არ ვიცი. Mechanical Rainbows არ აქვს ჯერ თავისი სახელობის პარკი. ხო, არა, ჯერ არა, ყვავილების შენ სახელს. გიშლის ხელზე ხაზბეცი. არ მოქმედებს შენზე, მაგრამ იქნებ სხვა სიმღერა უნდა გავიხსენო. საინტერესო, რასთან უნდა დავაკავშირო მექანიკური? Mechanical Rainbow მეც გითხარით რო არ გწოდნოდათ. არა, ხო, ნუ ეხლა თავისთავად ძალიან დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ თეატრზე, მაგრამ რა შეიძლება იყოს მექანიკური ცისარტყელა? გაბრიაძე? არ ვიცი. კონკრეტულად ეს სიმღერა რატომ მოვიტანეთ და არა ნებისმიერი. ჯერა გული იყო ბრილიანტი, რაღაცა ალმასის გული ტრიალებდა და რახან პრინციპში რახან ვიზუალურად გვაჩვენეთ, ამასაც მნიშვნელობა აქვს ალბათ, ხო? გული იყო ალმასის, რომელიც გადავარდისფერ ბრილიანტს. ხო, აი სადგეძებო და შენი ხმა გავიგეთ ალბათ ჯერამ ჯერაში. ანუ ჩემი პრობლემა ის არის რომ ვერ გავხსენი კითხვა, ანუ ვერ მივხვდი საით უნდა ვიფიქრე. ხო. შეიძლება რას ჩაეჭიდო? ვერ ბეჭიდები რა, ვერაფერს. ვიზუალს ჩავეჭიდო, თუ შემოქმედი არის ეს ვარდისფერი გული რამეს უნდა მანიშნებდეს. თუ არა და თუ შემოქმედი არის კიდე იქაც რამდენი დარგი შეიძლება იყოს ხელოვნების. ამიტომ მე კაცი გავჯერ ხა. მაშინ გავგზავნოთ. მოვიდა შენ ჯერი. და მე ყურსასმენელი კეთი. კაი, Mechanical Rainbow. ეგენი იმ ასტრონავტებზე არ გამოდიან, ხო? ანუ მაგ ეს ხო არ არის რამე, ანუ ეგეთი ნამიოკი რო, ანუ ეს გუნდი სადღაც ისეთ ადგილას მღერის, რომლის სახელიც რაღაცას მეუნება. კაი, არ ვიცი, კოლონები რატო არის ამ სურათზე? ანუ ეს კოლონები რაღაცას უნდა მეუნებოდეს. თითქოს მახსოვს, რომ ბათუმის ის ძეგლი ძალიან ახლოს უდგას წინ კოლონებს. მაგიტო აი მე მგონი შეიძლება რომ Mechanical Rainbow-ზე მაინც გეტყვი რომ კეთისაც უთხარ რომ კონკრეტულად ეს სიმღერა მოგიტანეთ. ხო, კაი, ამ სიმღერაში რაც ამოვიწერე და რაც ისეთი მომხვდა პირველი მოსმენიდან იყო, ანუ ეს ღრუბლებში მანდაც ჟღერდა და ეს რაღაცა ღრუბლები და ცა ისე შეიძლება რაღაც ავიაციისკენ მიდიოდეს. გული და ვარდისფერი, აი არ ვიცი ხო. უფრო და უფრო შორდები პასუხს. კეთი მაცა ესე იტრია. კაი, არ ვიცი, მზად ვარ შემდეგი მინიშნებისთვის. მესამე მინიშნებას მივაკეთით, მეგობრებო. მესამე მინიშნება დამატებითი კომენტარების გარეშე. გახლავთ ეს Pointer Sisters. Okay. Yes. ცნობილი ამერიკული. კაი. მოიცადე ჯერ. ჯგუფი, მუსიკალური. ხო, ვიცი, მაგრამ და კეთის აქვს ფიქრის უპირატესობა. ყურსასმენები რას მიხდი? მაშინ შეიძლება ის მართლა ქუთაისია და ეს მომღერალი დები, მაშინ ის დები იშხნელები და ვფიქრობ რომ ხომ შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს დოსიაში. კი. ხო, მაშინ ვფიქრობ რომ დები იშხნელები. ესე აკავშირებთ, ან თეორიულად შეიძლება. ანუ Pointer Sisters. დები იშხნელები. დიახ. Pointer Sisters. დიახ. ქართული Pointer Sisters ხა? მე ვიცი რომ არის იშხნელების პარკი. მინახავს სკულპტურაც ახლოს არა? ციფრულად? ოღონდ არა ბათუმსა და თბილისში, ქუთაისში. ფიქრობ ხოლმე. რა თქმა უნდა ქუთაისში. კაი და აი Mechanical Rainbow რაღაც შუაშია მაშინ. მე ვფიქრობ რომ ალბათ მოტივები აქვთ ან ტექსტის, ან მუსიკის, რომელიც მე ვერ დავიჭირე, მაგრამ ალბათ სადღაც იმალება. დააფიქსირებ. დიახ. რა გამაქვს შეგეწინა აღდგო. დააფიქსირა კეთი ვერსია, შენ ხო არ გაგიჩნდა? არა, ამას თქვი. მოკლედ ანამ თქვა რომ მე ვქუთაისლობ, მაგრამ არ მაძლევენ ამის გასაქმნელსო. ეს ქუთაისია. ქუთაისია. და ქუთაისის ცენტრალური პარკია და თუ გახსოვს, მთავარი სკულპტურა, რომელიც დგას ქუთაისის ცენტრალურ პარკში. ადამიანებისა, რომლების ყველაზე ცნობილი სიმღერაც არის არ დაიჯერო. არ დაიჯერებ და ოკეი, გასაგებია. ხო.
ეს არის დები იშხნელები. კი ბატონო, Pointer Sisters ერთგვარი ამერიკული დები იშხნელები. არის ანალოგი მოვიტანეთ ქუთაისის ცენტრალურ. მოკლედ მე აღარავდროს აღარ ვიტყვი რომ ქუთაისში. დამთავრდა. ბოდიში. მე თბილისელობას მივაწვეთ დღეიდან. და ჩვენ ვერ მივედით ჩვენს მეოთხე მინიშნებამდე, მაგრამ ჩვენ მინიშნებებს მაინც ვაჩენთ ხოლმე და ყველა ხوار მოგიძიებიათ. რა თქმა უნდა, აი აქ ყოლა არის და ეს გიტარა. როზე შეიძლება და რაღაცა დაგვეკრა მერე. არ დაიჯერო. ხო, ეს უნდა აღვნიშნო ხოლმე აუცილებლად იქიდან, სადაც ყველაფერი გვეგულება, ანუ extra G-დან გვაქვს ეს შესანიშნავი გიტარა და საერთოდ თუ მოგინდებათ უეცროთ გიტარას დაკვრათ, შეგიძლიათ მიაკითხოთ extra G-ს და გამოიწეროთ გიტარა. აი. ხო, 2-0 გახდა ანგარიში, კეთი წინ გავიდა, ოღონდ ეხლა უკვე ფიქრს უპირატესობა ექნება ანას შემდეგ კითხვაზე. არ დაიჯერო. ეხლა კაი ის მაგ brain worm-ი მაგ აკიდებული და სულ მიტრიან. ხო, აი დები იშხნელების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი შემეცნებითი ვიდეო კლიპიდან. 1941 წელს კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისელი ნინო, თამარი, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელები თამარის ხელმძღვანელობით აყალიბებენ კვარტეტს, რომელიც შემდგომში დიდ როლს ითამაშებს ქართული ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარობაში. 1959 წელს დებ იშხნელებს ენიჭებათ საქართველოს ССР ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება. 1955 წლიდან ალექსანდრას ცვლის მარიამ იშხნელი. კვარტეტი კი არსებობას 1967 წლამდე აგრძელებს. მათი რეპერტუარი მოიცავს ისეთ ცნობილ სიმღერებს, როგორებიცაა არ დაიჯერებ, მხოლოდ შენ ერთს, სულიკო, ყოველს ნეულებაზე, ჩემო ციცინათელა და სხვა. კაი. ვაგრძელებთ მეგობრებო ჩვენს თამაშს, მაძიებლობას და შემდეგი დოსიე უნდა ვითამაშოთ ახლა და შემდეგი ადამიანი გამოვიცნოთ საქართველოს ისტორიიდან. და-დამ. საქართველოს ისტორიიდან. ხო, ჯერ ისევ საქართველოს ისტორიაზე ვართ, ამის შემდეგ გადავალთ მსოფლიოზე და ამჯერად პირველი მინიშნება კი, ეგ არის. აი ეს არის პირველი მინიშნება. ანა. კეთი ყურსასმენები. აუ ძალიან შტერება უნდა ვთქვა, მაგრამ პირველში საყურებ ხდება თვალში, პირველ სურათში, მეორეში ცისფერი თვალები, ანუ სიცისფრე. ისე ხო არ გეცნობა ეგ ხალხი ვინ არიან? უცნაური ხალხი. შევკრიბეთ ერთად. ხო, ზოგი ლარზეა ხატია და ზოგი თუმანზე. ეს არ ვიცი ვინ არის, არა ვერ ვიხსენებ. ადამ ლევნის გავს, მაგრამ ვერ ვიხსენებ. არ არის მე მგონი ეგ. have no idea. კაი, ოფლი, საყურე, ცისფერი და რაღაცა სხვადასხვა ეპოქის ხალხია თან ასე. სხვადასხვა ეპოქის ხალხია. ნუ ესენი ალბათ უფრო ერთი. ხო. ხო, შემიძლია გითხრა რომ თუ არც ერთი არ გეცნობა, ცოტა რთულია, მაშინ რამე ლოგიკის აი, აწყობა. წარმოგენა. მოდი არ იწვალო, იმიტომ რომ ხო, ეგრეფერს ვერ ხვდები ამ სურათს. ეგრეთული იქნება გასვლა. თუმცა რაღაცა ამოთხ ადამიანს ნამდვილად აკავშირებს ერთმანეთთან. აუ წარმოგენა, მაგრამ აი no idea. Below zero. ხო, არა, ამ მინიშნებაზე არც გაწვალებ მეც. კეთი. აბსოლუტურად. აბა შენ თეორიები ძალიან მაინტერესებს. ძალიან ცუდ თეორიები მაქვს, მაგრამ თან ძალიან თავდაჯერებულ და არ ვაპირებ რომ დავაფიქსირო, მაგრამ ეს ადამიანი მიემსგავს ედგარ დეგას. იმის გამო რომ ეს ადამიანი მიემსგავს ედგარ დეგას, ვიფიქრე რომ არანოვსკის ფილმი შეიძლება ყოფილიყო რამე და ეს ძალიან გავს დირიჟორს, რომელიც შეიძლება გედების ტვისი. ანუ მოკლედ გედების ირგვლივ შევკარი. ვაუ. და ნიმანანიერშულს ვფიქრობ. თუმცაღა ვაუ. აბსოლუტურად არაფერზე არ არის დაფუძნებული ეს იდეა გარდა გუმანისა. ესე კონკრეტულად არ გეცნობა არც ერთი ყოველში. აი ცა დეგას მივამსგავსე და თან თავიდან მიტროფანე ლაღიძე მეკონა და უბრალოდ ვერ ეხა უკვე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ილუზიებშია ჩემი გონება ჩაფული, რომ ოკეი, ამიტომ ვერ დავაფიქსირებ, ეხა მეორე მინიშნება მჭირდება სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა საკუთარ თავს. კარგი, დავტოვოთ ეს მინიშნება აქ და გადავიდეთ მეორე მინიშნებაზე. მეორე მინიშნება, მეგობრებო. მეორე მინიშნება.
მეორე მინიშნება. ისევ ექსტრადან მოვიტანეთ ჩვეულებრივი რაღაცების ჩასალაგებელი შავი ყუთი. უბრალოდ შავიყუთია? უბრალოდ შავი ყუთი. ხო, ეხა ექსტრა რო აწერია, მაგას ნუ მიაქცევთ ამ შემთხვევაში ყურადღებას. მე გავაგრძელო ხო, ჩემი მოღვაწეობა. დიახ. ანა. არც ახადო. კაი. რაღაც გონია რომ ფულის ვალუტასთან შეიძლება იყოს რამე კავშირში. თუ გინდა ამას ისევ მოგცემ. Have no idea ისევ. თუ რამეში დაგეხმარება, მაგრამ ჩათვალე რომ ეს არის შავი ყუთი. და გახსნა არ შეიძლება. ბანკის მცველი, აი რაღაცა ბანკირი, ბანკის მცველი, просто მაშინ აკაკი კერდა ილია უნდა იყოს ეს რატო არ ვერ ხვდები. ანუ ხედავ ვიცი ვინ არის და ვერ ვცნობ, ანუ ვერ ვიძახი ვინ არის და მაგაზე ხო საკენერები შევა და მჭრის და რო ვიჭრები, მე ვაფშე ვეღარაფერს ვეღარ ვფიქრობ. და შუაში ეს 4 სხვადასხვა ეპოქის ადამიანი და შავი ყუთი ერთმანეთთან. აი ნიკო ნიკოლაძე მგონია, მაგრამ არ ვიცი წარმოგენა არ მაქვს, იმიტომ რომ სხვა გესი არ მაქვს და ანუ ინოვაციები შემომტანი რაღაც სიახლეების. ნიკო ნიკოლაძე შემიძლია გაგიფილტრო იმით რომ გქონდა წინა სეზონში და არ მეორდება. კაი, თუ გინდა ნახოთ მესამე მინიშნება, მისთან დავიმატოს რაღაც. ხო, ოკეი. ხო? კაი. კეთი? ხო. კურსასმენები ანა? შავი ყუთი. იცი რა არის? ჩემთვის ეს ადამიანი ერთმნიშვნელოვნად გავს დირიჟორს. თუ მე დეგას ვეღარ ვცნობ, არ არის გამორიცხული ნერვიულობის ფონზე. და თუ ეს ბაირონი არ არის. და უფრო ახალგაზრდას ვიცნობ. ბაირონის ეპოქასთან არის თითქოს, ანუ მაგრამ შელიც არ არის. თუ მაგრამ შელი ძალიან ლამაზი უნდა იყოს და პრინციპში ალბათ ეს. აი ეს რო ვერ ვიცანი თანამედროვე ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ გავს აი არანოვსკის, მოკლედ ბალერინება და დამაბნია და გედებმა და თუ აი ვერ შვები რა, მოკლედ მესამე მინიშნებას დავაუბრე რა, იმიტომ რომ ვერაფერ უკუბაგდე ჩემი ეს. მოდი ეს დავადოთ ასე. თავზე მესამე მინიშნებას მივადექით. ვიფასო მეგობრებო. აქ უნდა გართობილიყავთ და ტანჯვას რატო გავს ეს ყველაფერი? გამოძიება ტანჯვა. რატო არ გაკრუ? ეს არის მესამე მინიშნება. ან მართლა ის ხალი ვარ სამკუთხედები რო აქ თავზე. გავიკეთო ხო? ხო. აი, სანამ ამას დაამატებდი, შავი ყუთი რას გვეუბნება ჯერ იმაზე ვიფიქროთ. აი, შეიძლება რამე გვარით გავდეს ან სახელით, თქვათ ბატონ წამყვანს, ან ზოგადად რამის წამყვანები იყვნენ ის ხალხიც და მაგიტო იყვნენ იქ და ვიღაცა წამყვანს ველოდები. შემიძლია ერთ-ერთი გაგიფილტრო, რომ პირდაპირ გიორგი მოსიძე არ იქნება ბაზარი. ხო, ხოჭერს გიორგი მოსიძეც მაქვს, ვერ. აი, ნატოს ამბანს ეს არ გავს, არაფერს ეს არ გავს, რა ჯანდაბა. FFF, XF, RFF. FHD. რაღაცა ჩამონათვალია კონკრეტული. ხო, მაგრამ ფორმულის ჩამონათვალს ეს არ გავს, ქიმიური ელემენტის ჩამონათვალს ეს არ გავს. მოდი გეტყვი, რაღაცა სახელწოდებებია. რაღაცა გეთი შტერიული სახელები აქვს ხოლმე და უსახელო აი რაღაც ვარსკვლავებს და ციურ სხეულებს. შავი ყუთი შეიძლება შავი ხვრელის ის იყოს. აი, რისი კოდი შეიძლება იყოს. აი, ამ ქართულმა ან აღმოაჩინა ეს რაღაც კოდი, ან თვითონ იყო ეს ნომერი სადღაც. რაღაცის სახელწოდება. შეიძლება იყოს ნომერში, ნომერი. ხო, ну რაღაც სახელწოდება, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც პლანეტის სახელწოდებაც და კი, თეორიულად ხო პლანეტებსაც არ ქმნიან ხოლმე და ქიმიური ელემენტის და ნებისმიერი სხვა რამის. თეორიულად. ნუ ეს წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება იყოს. შეიძლება ფერის კოდები იყოს სიტყვაზე და საერთოდ არ იყოს არ ვიცი, მართლა არ ვიცი, არა გადავალ მაშინ შეიძლება მეოთხე მინიშნებამდე მივიდეთ, არ ვიცი, ხო. მოიხსენ. ხო არ გეცნო რომელიმე. შენც გეტყვი რა ხანანას უთხარი, რაღაცი სახელწოდებებია. მე ვიფიქრე რომ ანუ ისე ვერაფერ ვერ ვიშორებ ამ ჩემი ახირებას და ისევ ბალეტში ხარ? იცი რა არის ბალეტის ესეთი დასახელებები ვერ ექნება ფიზიკურად, იმიტომ რომ რაღაც პლიე და ფრანგული სახელები ძალიან მგონია რომ ეს ხო, ანუ აი არ ვიცი. დასახელებები RF 84F. ჭადრაკი არ არის. თორე
ვიფიქრებდი. ну P вообще არ ხდება. ხო, 103 და ფიზიკურად არ არის ამდენი. თან ფორმატი არის სხვადასხვა. ხო, ან ნახე როგორ არის რომ აი თქვა რაღაც ერთი ფორმატი რო იყოს F შორის რიცხვია, როცა აქ ორი სიმბოლო, ორი ხო, RF. ეს ძალიან დაბალი რიცხვი არის, ხო, და დასახელება ასე კი და წინა მინიშნებებიც არ დავივიწყოთ. ხო, აი სამწუხაროდ ვერ ვცნობ ადამიანებს და თან ეს აი ადამიანებს თუ გინდა დავივიწყოთ. ხა, შეიძლება დაგონია ყველას, იმიტომ რომ საოცარი ახირება. პრობლემა მაქვს იმაში, რომ კითხვას ვერ ხსნის სხვაგვარად და რახან ის ერთი გახსნა მაგ და ვერაფრით ვერ ამტკიცებ, რომ ეგ არ არის, უნდა დავალოდო მეოთხე მინიშნებას. ანამ რომც გამოიცნოს ერთი ქულა და მაინც უპირატესობა მრჩება და მე რომ გამოვიცნო, სამი ქულა იქნება. შეგიძლია მოიხსნა კურსასმენები და ბოლო მინიშნება. ვახ. ლოცულობდი რომ გამოგეცნო. დაანთავრდეს. ნუ ნერვიულობთ, მეგობრებო, ნუ ნერვიულობთ. ბოლო მინიშნება არის მისივე ციტატა. გამოსაცნობი ადამიანი წერს. ბევრი უბედურება გამოცადე, რომ თავი გამეტანა, მაგრამ მაინც მოვა ხერხე, რადგან ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. ნიუ-იორკი ის ქალაქია, სადაც შიმშილით არავინ კვდება. ყოველთვის შეიძლება რაიმე სამსახურის შოვნა. ასე რომ ვრეცხავდი, ქუჩებსაც ვწმენდდი და თავი გამქონდა. ეხლა კურსასმენები ამ ყველაფერს თუ დავაკავშირებთ ერთმანეთთან პლუს ამ ტექსტს, იქნებ მე გაგვახსენდეს. ან თავში მაიმუნი მოკრავს ბარაბანს. ოღონ მართლა. თეფშევს ხო? აი ნიუ-იორკში არ ვიცი, გია დვალი, არ ვიცი. ვერ ხვდები რომ აბსურდია, მაგრამ მართლა არ შემიძლია. ხო, ნუ რაღაც უნდა უკვე დააფიქსირო პრინციპში ერთგულაზე. ხო, ეს უნდა დავიდე. გია დვალი. კარგი. მოხსნა? ხო. ხო, ეს არ არის სწორი პასუხი, არ თქვა რა თქვი, მაინც იქნებ კეთილმაც იგივე თქოს. მე მგონია რომ ალექსანდრე ქართველია შავი ყუთი, თვითმფრინავის შავი ყუთის და ეს რაღაცა აერონავტიკის რაღაცა შეიძლება იყოს, რაც მე არ გვიანია. ხო, ნუ ალექსანდრე ქართველია სავარაუდოდ იქ იყო ალექსანდრეები, რომლებიც მე ვერ ვიცანი. და როგორ ვერ და ნაცნობი ალექსანდრეები, რომლებიც ხო, ნუ ეს რა არის მაგ შემთხვევაში? მე აერონავტიკის პრინციპების ცოდნას ნუ მოთხოვს, ვერც თვითმფრინავს ვერ ავაგებ, მაგრამ მგონია რომ ალექსანდრე ვარაუდით. ხო, სადღაც რაღაცა თვითმფრინავ. შეიძლება პოზიცია ან დაჯდომა, ან კოორდინატები, ან რაღაცა მსგავსი. რაღაცა მსგავსი. შავი ყუთი? შავი ყუთი, თვითმფრინავის შავი ყუთი, იგივე ყვითელი ყუთი, იგივე. ხო, ნარინჯისფერი ვარ სინამდვილეში და შავს რო ეძახით, რისი შეცვლა გინდოდა ანა? რავი აწრაღად. რთული იყო, სანდრო. რთული კაც საშინელი ყო ვაფშე. ალექსანდრე არა. აქ ერთი ადამიანია, რომელიც წესთ მეგონა რომ იცნობდით, იმიტომ რომ ეს არის პეტერ ჩეხი. ეს ძალიან ინდივიდუალი გაოფლიანებული ადამიანი არის პეტერ ჩეხი. მე ადამიანი. ეს ადამიანი არის ასევე ძალიან ცნობილი კალათბურთელი ჰედო თურქოღლუ. ეს თურქოღლუა? კი. ვებეკ, აი. კი. ეს არის ანატოლ ფრანსი. ქვეყნების მიხედვით და ეს არის უოლტერ სკოტი. ეს არის ადამიანები, რომლების გვარებიც მათ ეროვნებას მიანიშნებს. ზართული იყო სანდრო, ხო, შენ არა, ციცი რა ვიცი რომ რთული იყო. გაკითხე. ეს თვითმფრინავების სახელებია პირდაპირ, განსაკუთრებით სახელწოდებები ალექსანდრე ქართველი, რომ მუშაობდა თვითმფრინავების ძალიან ვიწვალე. მე რა. მოდი ალექსანდრე ქართველის შესახებ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია. თბილისში დაბადებული ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი 1920-იან წლებში პარიზის ავიაციის უმაღლეს სკოლას ამთავრებს. ბოლშევიკური ოკუპაციის გამო სამშობლოში ვერ ბრუნდება და ჯერ საფრანგეთში რჩება. მოგვიანებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის. მალევე ხდება ავიასამშენებლო კომპანიის მთავარი ინჟინერი და იღებს მეტსახელს ქართველი. ქმნის ლეგენდარულ სამხედრო თვითმფრინავებს, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილ P-47 Thunderbolts.
ემიგრაციაში ყოფნის მიუხედავად არ ივიწყებს საქართველოს და აქტიურად ეხმარება ქართველთა სათვისტომოს ამერიკაში. 1970 წელს, როგორც ამერიკული ავიაციის ერთ-ერთ პიონერს, ენიჭება აშშ-ს უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო, მეცნიერების ეროვნული медали. მეგობრებო, ანგარიშია 3-0, მაგრამ ახლა მესამე დოსიე უნდა ვითამაშოთ, რომელიც უკვე მსოფლიო ისტორიიდან იქნება კითხვა. ნახოთ საქართველოს მიღმა თუ გავფრინდებით. ამჯერად კეთისკენ იქნება ფიქრის უპირატესობა. და პირველი მინიშნება მე მეგონა მარტო რასადროდისზე იყო სახლი და რა ძალიან მარტივი ჩანდა და თუმცა აქაც ეგრე. პირველი მინიშნება. აჰა. ოკეი. ერთი წამით მეც რო შემახედო. კი. ხურსასმენები ანა. ოკეი. აბა. ეს არის კაპჩა, როცა ვადასტურებთ რომ რობოტები არა ვართ. კაპჩა, რომელთაც. ხო. ფიქრობ რომ საფუძვლები უნდა ვეძებოთ მათემატიკა ინფორმატიკაში სადმე თუ მათემატიკა ინფორმატიკაში ვეძებთ, მაქვს თეორიები ამასთან დაკავშირებით, გამომთვლელი მანქანები და ასე შემდეგ, ადალავლეისი და ასე შემდეგ. ნახოთ. რა თქმა უნდა რაღაც ვერსიების მთელი თავისთავად მაქვს, მაგრამ ეს ვერსიები მე კიდევ ხოლმე და ვეღარ თავისუფლად ჯობია რომ ნუ ჯერ არაფერს არ აფიქსირებ. ხო, კაპჩა არის რობოტებთან ვართ რაღაცნაირად კავშირში. ჯერჯერობით ამ სიმბოლოების გაშიფრვას არ ვცდილობ, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეს იყოს მინიშნება, როცა ამ ხელა რაღაც და ეს რომ არ მუშაობს შემდეგ. რობოტები გამოთვლა, მანქანა, ხელის მოძრაობა მე ეჭვება, თუმცა მაგასაც გავითვალისწინებ სამომავლოდ. სამომავლოდ. კი. რაღაც თეორიები ჩამოაყალიბა კეთი, მაგრამ ჯერ თავი შეიკავა პასუხისგან, ყურსასმენები. ესა გვაქვს საქმე. ხო, აბა შენკენ თუ დაიბადა რაიმე იდეები. კაი, რაღაცის ავტორიზაციის ის არის, ხო? დაამტკიცო, რომ you are not robot თუ რაღაცა ხედა. კაი, კოდი, შრიფტი ბრაილი არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. კაი, არა, ხო, მეორე მინიშნება მჭირდება, არაფერს არ მიძლია საერთოდ ვერ ხვდები. არა მინიშნება. შეიძლება მოიხსნა. ყურსასმენები, მეორე მინიშნებაზე გადავდივართ. ექსტრა და გვაქვს ამჯერადაც და ძალიან კაი რამე გვაქვს ხოთა შორის. აი ეს. კოდნეიმი. არ ვიცი გითამაშიეთ თუ არა. ასოციაციებანი არის. სურათებით. არა, ხო, ტექსტებით და სურათებით გაცნო. გავაგზავნე. ხო, სურათებიც გამოიყენება, როგორც ამოცნობის სისტემა არის თუ არა რობოტი პროცესის უკან. ხო. ასე რომ ეს მე ვერ დამატებით საერთოდ არ მაძლევს არ აბსოლუტურად. გაძლევს არაფერს. ოკეი. ხო, ხა რობოტსა და ადამიანის შორის განსხვავებას აზიმოვზე რა თქმა უნდა მიდიხარ, მაგრამ ეს რა ჯერჯერობით რობოტია თუ ადამიანი? ხო, ეხა გაშიფრვა რაღაცეების კოდის ისევ ადასთან, იმიტომ რომ ვერ შორდები ხა ვერაფერს ვერ გავფილტრავ მაგ ყველაფერს. ჯერჯერობით აზიმოვთან ტრიალებ, სოფიაც გამახსენდა გონებაში, სხვა ჯერჯერობით ეგ არის. კარგი. მე გეტყვი რატომ ეღიმება. შენკენ არის გადმოსული ალავერდი. აი, ნუ ხო, ეს არის სურათებით ასოციაციებანი, ძალიან მიყვარს ეს თამაში. შემიძლია გითხრა რაღაც კონკრეტულ ვარიაციას მნიშვნელობა არ აქვს, ხო, სხვადასხვანაირი კოდნები. ანუ აქაც რაღაც ეგეთი არის რა. და დააკავშირო სურათები ერთმანეთთან. აქ დაკავშირება ცალკე ესე ვერ ვხედავ, მაგრამ ნუ აქაც რაღაცა კოდი არის გასაშიფრი, აქაც რაღაც ასოციაცია არის გამოსაყენებელი. ნუ ასოციაციებზე და ფოტოებზე რორშახი მახსენდება, რორშახის ტესტი უბრალოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ვერ ხვდები.
აი რაღაცა მაინც აი იქეთ მივდივარ რომ რაღაცა ფროიდი, იუნგი, ვიღაცა ეგეთი მინდა, ვინც შენ მაინც ფიქრობ რაღაცა ფსიქოლოგიური ასოციაციები. როგორც შენი კომენტარიდან მივხვდი, არ არის ეგ სწორი. ესე გავყიდე თავი, არ ვიცი. აი, მაშინ რაღაცა მინიშნება, რაღაცა აგენტური მინიშნება, სიმბოლო, მინიშნებებით, აი, ვინ ხატავდა მინიშნებებით. აუ, არ ძალიან რთულია, აი, have no idea. კაი, გადავიდეთ მესამეზე მაშინ, ანა. გიხსნი? კი, ხსნი. მესამე მინიშნება შეგვიძლია მოვისმინოთ. ეს არის აუდიო მინიშნება. ანა ყურსასმენები. თუ გინდათ ეგ ჩაურთეთ, პრინციპში პრობლემა არ არის. ეხლა უნდა თქვა ფრაზა, რომელსაც იშვიათად ვამბობ. არ მახსოვს სახელი და შემსრულებელი. მართლა? მართლა იშვიათად ხდება, მაგრამ მე ვიცი რომ ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ მუსიკა ძალიან კარგად იცი. ხო, უბრალოდ მახსოვს როგორ ხა მელოდიას თავისთავად და ზოგადად ნეიტივ ამერიკელების ნეიტივებთან რას შეიძლება მაძლევდეს. კოდი, კაპჩა, რობოტი, არ ვიცი. თუ ერთი თავით და ხელებით ისეთ მოძრაობებს აკეთებს, რომ კიდევ უფრო მაგნერო. არა, ეს ხო, აი სამწუხაროდ მართლა არ მახსოვს. იცი რა არის? დაუშვათ ენიგმა არის და კოდი და გაშიფრვა. მერე არ ვიცი. მე უკვე მგონია რომ ეგ არის. და ენიგმა წეღან კოდზე და კაპჩაზე მიფიქრე. ნანახი მაქვს ხო შორს ორიგინალი ენიგმას აპარატი ჰამბურგის Maritime Museum-ში ნახე. უბრალოდ რაზე ფიქრობ? ხო, ანუ მინდა რომ ხო და ალბათ ენიგმა იმიტომ რომ სტილისტურად ძალიან გავს, მაგრამ მოდი ანასაც ვაფიქროთ, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს რომ იცის ეს სიმღერა და მე თუ არ არის გასაგებია რაც არის და ანუ გაქვს რაღაც ვერსია, მაგრამ ეს არ აფიქსირებ. ხო. ხო. თუ გინდა მე გამიზია, თუ ტუჩებით გონია რომ მოძრაობით მიხვდება. ხო, ეს არის ხა ენიგმა რა ხამ თქვი, გასაგებია რომ და მათემატიკოსი რა ხამ თქვი. ჩემი აზრით, უბრალოდ ეს არის ხა თავარი ადამიანების მიღმა სხვა სახელებს მე ვერ ვიხსენებ. ასე რომ ოკეი, რა ვიცი, შენ როგორც გადაწყდა. ხო, ოკეი. გადავიდეთ. კაი. შენკენ არის ისევ ეს ამბავი. პირველ სეზონში მორჩით მარტივებს, ახლა მირთულებს ცხოვრებას. კი. ქუთაისელებს ესე ვექცევით. საშინლად ექცევით. ხალხო, ან თუ ეს სახელი დამოვიწყდა. შუა ფიქრის დროს ადამიანის სახელი დამოვიწყდა. უბრალოდ ყველას გასაგონად ჩაიწერე. ანუ თუ ეს გონებასთან არის დაკავშირებული, მას შეიძლება რაღაც აგენტთან იყოს დაკავშირებული. არ გამოვრიცხავ. კონან დოილი ხო არ არის გასვლა, იმიტომ რომ რაღაც უნდა გამოიცნო, რაღაც უნდა მიხვდე და ესეც მიხვედრაზე არის და ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ანუ შეიძლება შერლოკ ჰოლმსი იყოს ანუ რაღაც არ ვიცი. რეალური ადამიანი უნდა იყოს. ხო, კონან დოილი მაგიტომაც. ხო, კონან დოილი. გაქვს ამ შემთხვევაში ვერსია. ანუ თუ მაგაზი არის რომ ვინ ხსნი და მას რა ქვია, ხსნი და ანაგატა კრისტის ისინი პერსონაჟები, ან ვოტსონი და შერლოკი, ხო? ან პუარო, ან ან ნამდვილი ადამიანი შეიძლება. ან ნამდვილი დეტექტივი. ნამდვილი დეტექტივი ხა საიდან მოვიტანო? არ ვიცი, მინდა True Detective-ი. მეთი მაკონახი. კაი, ენიგმა რომ მოიგონა, ენიგმა რომ გახსნა,
დამავიწყდა რა ერქვა. აი კოდის გახსნაზე ალბათ ყველაზე ცნობილი ეგ არის ხო? ერთ-ერთი პრინციპში კი. ბენედიქტ კამბერბეჩი თამაშობს ფილმში და ამავიწყდა მაგის სახელი ვინც არის. მივხვდი ვისაც გულისხმობ. ამ შემთხვევაში ვერ გეტყვი. ანუ არ ვიცი, ან რომელიმე დეტექტივის ავტორი არის, იმიტომ რომ დეტექტივებიდან, ანუ რაღაცების კოდებიდან უნდა გავიდეთ სწორ ვერსიაზე, ან თვითონ ნამდვილი კოდის გამხსნელი, რომლის სახელი და გვარიც არ ვიცი და მაინც ჩერდება მუსიკა. საინტერესო ლოგიკაა ჩემთვის, მაგრამ არასწორი. არ ვამბობ რომ არასწორი ან სწორი, მაგრამ არ აფიქსირებ. არა ფიქსირებ. კაი. მოიხსნათ კურსასმენები, არ დააფიქსირა ამაც, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საინტერესო ვერსიები მასაც ჰქონდა. და შენ იმის სახელი თუ გაიხსენე ამასობას საინტერესო. და მგონია რომ მეოთხე ნიშნება ვიცი ვინც იქნება. ვინ იქნება? მოდი ნუ იტყვი. ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ მეოთხე მინიშნება ვინ არ არის? მგონია ვინ არ არის მეოთხე მინიშნება? მეოთხე მინიშნება აქ არის. ეს პატიცემული არის მეოთხე მინიშნება. აბსოლუტურად ხოლმე. კურსასმენებიანი. ეს ნიუტონი არ არის. ვაშლი რაშოშე. Son of Man-თან არაფერ შოშე არ არის. ანუ ვიცი სცენები წეგან, ან ვიცი სცენები. ბრიტანელი მეცნიერი, რომელმაც გამოიგონა ენიგმას აპარატი, რომელსაც თამაშობს ბენედიქტ კამბერბეჩი და მეგონა ბენედიქტ კამბერბეჩის სურათი იქნებოდა ბოლო. ოკეი. და უბრალოდ ვაშლს ვერ ვაკეთებ. გახსოვდა რაღაც მომენტში, როცა ფიქრობდი და მე უცებ გაქრა თავიდან. როგორ იყო, ფლეშბექები მქონდა ბოლომდე, იმიტომ რომ უკვე ამერია რაღაც ბევრი ფიქრისგან რაღაცები ამერია თავში და მაგით არის რომ შენ თავი ვერ გავაკეთნიერდი რომ მეთქვა თავიდანვე, იმიტომ რომ წარმომეთქვა მე აღარ დამოწდებოდა. ხო, ასო F-ი მიტრიალებს თავში და ეს რაღაცა არ მჩვევია ხოლმე. ესეთი სახელების დავიწყებ, მაგრამ ნუ რას ვიზამ. ამებთანაც აკავშირებ? ყველაფერთან ვაკავშირებ, ვაშლის გარდა. მაგრიტი. ესეთი სიტყვები. გაწავედი. ყველაფერი რას ვაშლზე ვიცით, ვიჩურინი. არ ვიცი, მოკლედ. კაი, ვინ მითხრა? ფლემინგს ვიტყვი და დავანებებ თავს. ვიცი რა არის? ფლემინგ, რომელი? იან. ჯეიმს ბონდების ავტორი. არა. ალექსანდრ. ინციდენტს არ მომჩება. ალექსანდრ ფლემინგი. შეგიძლია მოიხსნა შენ მაინც რამე ხوار დაგიმატა ვაშლმა თუ უფრო დაგაბნია? ვაშლმა ერთადერთი წამიყვანა იმისკენ, რომ ანუ ცალკე ვაშლი როგორც ნიუ-იორკი გამახსენდა და შეიძლება რომ ნიუ-იორკში ხდებოდეს რაღაც მოქმედება. ცალკე ვაშლმა ნიუტონის გამახსენა, მაგრამ ამებთან ვერ ვლინკავდა. კიდე გამახსენა რენე მაგრიტი და აქაც არის უნახატები და რაღაც ესე უნდა მეჭიროს მაშინ. აქაც არის უნახატები და აქაც რაღაცა გამოუცნობი ნახატები, როცა ჩახლართულია და გიწევს დაინახო რაღაც. უბრალოდ ვაშლს რატომ მოვიტანდი და არა ჩიბუხს, მაგას ვერ ხვდები. ну აი აქ რაღაცა კონკრეტულად დალი ხატია ზედაპირზეც მხატვრობისკენ რო წავიღოთ და იქაც რაღაცა ცოტა მომენტ კი არა და პრინციპში რაღაცა პუანტილიზმის ისინიც არა დოთები რო ხელს მიშლის რაღაცა. ვაუ, რამდენიმე ასოციაცია შეიძლება გაჩნდეს ერთმინიშნებაზე. აი ამ მინიშნებაზე მაგალითად. ხო, არა, აქ ახლა ნუ ეგ არის დამტნარი საათები და ეს არის ძველი ფიქრის გზას გადაუხვიე? არა, არ გადავუხვიე, უბრალოდ იმ მეცნიერის სახელი ვერ გავიხსენე, ვინც შეიძლება იყოს ეს ენიგმის გამხსნელის. ანუ მანდ გაიჭედა ხო შენ? რა დაგვემართა კი მაგრამ. ხო, რომ ბენედიქტ კამბერბეჩი თამაშობს. შეიძლება საქმე თავი გამოვყო თავის. ენიგმა გახსნა. მერე მთავრობამდე დაუტირა აი ამ. თქვენ ერთი და იგივე გაიმეორეთ ორივე. შემიძლია რომ ყველაფერი მოყვა, მაგრამ ვერ გავიხსენე. ბენედიქტ კამბერბეჩი თამაშობს. გამახსენდა, დამავიწყდა ჩემს მეგობრებთან თავს ვერ გამოვყოფ ამის მერე. მე ჩემ მეგობრებისაც არ მაშვებიან ამით არ მაფასებენ ამ კრიტერიუმით და რა უყო ახლა. ვერ გავიხსენე, ვიცი, ვიზეც არის საუბარი. კიდე ულამაზესი ასოციაციები დავდა. ერთი ქულა დამიწერეთ ამ ასოციაციას. დავაკავშირე რამდენი. აი. გვითხარი გვარი რა.
არ გვაქვს ახლა პასუხი. ეგ არის ხო? წინაზეც. ხო და ოღონდ აი ეს ორიც მყოფნიდა და ვერ ვიხსენე. ეგ ორიც ყოფნიდათ კი, ყოფნიდათ. პირველივედან დავიწყე ეს არის კაპჩა, რა თქმა უნდა, რომელიც არ ყვევს რობოტი ხარ თუ ადამიანი, რობოტი ხარ თუ ადამიანი, ამას არ ყვევს ძალიან ცნობილი ტესტი, რომელიც ამ ადამიანის გვარის სახელით არის ცნობილი. Codenames-იც რა თქმა უნდა კოდის გახსნა, ვაშლით მოიწამლა ის და ბოლოს იპოვეს ვაშლი მის გვამთან და არცევს ასევე ლეგენდა რომ სტივ ჯობსმა ამიტომ აიღო მოკბეჩილი ვაშლი Apple-ის თუმცა ეს ლეგენდა, მაგრამ ვაშლი იპოვეს ნამდვილად მის გვამთან და ის სწორად მიხვდი გუმანით რომ იყო Enigma-ს Return to Innocence. Return to Innocence, yes. ხო, Enigma ნამდვილად გაშიფრა. მუსიკაც Enigma, მაგრამ არ ჭირდება მუსიკა ისედაც თქვი Enigma. სტილით კეთილმაც ვერ იცნო, კი არ ვერ გაიხსენე, მაგრამ სტილით იცნო. ეს ადამიანი არის Alan Turing. Alan Turing, ბრავო, Alan Turing. Turing-ის ტესტია ფაქტობრივად კაპჩა. და მე ჩემ მეგობრები მაგით არ გამოსამართლებ, აი ამით მაგა შეიძლება რომ ჩემი არა, Turing-ის ტესტი რო ვერ ჩავაბარე მე თვითონაც. არა, არა, სირცხვილი არაფერი არ არის. აქ ეხლა მაყურებელმა არ იცის 20 თვალი და 20 ყური გვიყურებს და გვისმენს, მონათებულია სინათლეები და მოკლედ სრულიად სხვა დაძაბულობაა. მაგრამ მოდი Alan Turing-ი გავიხსენოთ, კაი კაცი მოვიგონიოთ. თქვენ მეც გაიხსენეთ, ჩვენ ვერ გავიხსენეთ. ახალგაზრდობიდანვე გამორჩეული ინგლისელი მეცნიერის ალან ტურინგის მოღვაწეობა საფუძველს უყრის ხელოვნური ინტელექტის იდეას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თანამედროვე კომპიუტერის არსებობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ტურინგი ზედამხედველობს სამეცნიერო ოპერაციას და შიფრავს ენიგმას. ნაცისტური გერმანიის მანქანას, რომელიც კოდური მესიჯების საშუალებით გადასცემს ინფორმაციას. ამ მიღწევისთვის მას ხშირად იხსენიებენ ადამიანად, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მათემატიკის წყალობით მოიგო. 1942 წელს მას დამნაშავედ ცნობენ ჰომოსექსუალობის გამო და იძულებით ჰორმონოთერაპიას უნიშნავენ, რის შემდეგაც მალევე 1954 წელს ტრაგიკულად იღუპება. გავაგრძელოთ თამაში, ანგარიში არ შეცვლილა, 3-0-ია წინ არის ქეთი ჯერჯერობით, მაგრამ სამი საქმე გვაქვს ახლა სათამაშო, რაც ნიშნავს, რომ ამჯერად უკვე მოვლენები უნდა გამოვიცნოთ ისტორიიდან, ჯერ საქართველოს ისტორიიდან. მოვლენა მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერი არა მხოლოდ რაღაც პოლიტიკური ან სამხედრო ან რაღაცა, არამედ სახელოვნებო, სამეცნიერო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? კაი, დავიწყოთ. პირველი მინიშნება არის ეს. შეგიძლიათ იხილოთ. ანა, კეთი ყურს ესმენებ. აი, მაქვს რაღაც ვერსია და არ ვიცი. უკვე გაქვს ვერსია. არა, არ ვიცი, არა, ვიგონებ. რატომაც არა. გამიზიარე. არ ესმის. ხო, ნუ ხედავ გარეწრეზე ხედავ ასტროლოგიურ ნიშნებს, შიგნით, ნუ აშკარად ქრისტიანული სიმბოლო არის და დატანილია ზედაც ასტროლოგიურ ნიშნებისგან. თუ სწორად მახსოვს, სვეტი ცხოველში არის ორივე და შეიძლება სვეტი ცხოველის აშენება იყოს მეგმოვლენა. ან მოვლენა ეგეთი რამე შეიძლება იყოს, რაღაც აშენება, რაღაც დაანგრევა, თეორიულად შეიძლება. კი, კი, აშენება და დაანგრევა. კაი, 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 12 მოციქული არის. აქ იესო ეს ასკარად ასტროლოგიური, აშკარად კი არა, ხო ასტროლოგიური ნიშნები არის. კაი, რა შეიძლება იყოს? მაინც ეგ მგონია, რაც მგონია, მაგრამ ნუ რა ვნახოთ. რა გადაწყვეტილებას მიიღებ? კაი, ალბათ მაინც მეორე მასაც ვნახავ. არა ფიქსირა. არა. არ დააფიქსირა ანამ თავისი ვერსია, შესაბამისად შენი ჯერია. კი ბატონო. კაი, ქრისტე პანტოკრატორი, ანგელოზთა დასი და ზოდიაქოს ნიშნები. ეს ასეთი კომპოზიცია. ხო, პანტოკრატორი თუ არის ტაძარში, თავისთავად ტაძარში უნდა ხვდებოდეთ, ამაღლების კომპოზიცია შეიძლება იყოს, თუმცა ეხლა სულიწმინდასაც ვხედავთ. ჯერჯერობით რა ვერსიაც მაქვს, ან არის
გელათის აკადემიის დაარსება ის არ არის, იმიტომ რომ არ არის გელათზე წარმოქმნილი კომპოზიცია და გუმბათის კონქში უნდა იყოს და გუმბათის კონქში გელათზე სხვა კომპოზიცია არის, ჩვენი ღვთისმშობელი არის. აქ ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს გრეგორიანულ კალენდარზე გადასვლა, თუმცა ხმამაღლა ჯერ ესე მეტზე ვერ ვიტყვი, თუმცა ხო, ანუ აი კონკრეტული უბრალოდ ვცდილობ რომ ამოვიკითხო ზედამთვარე, ხო, აი რაღაც ვარსკვლავი აკეთებდეთ ხო, კალენდრის თემა მომწონს რო არ მოგაყუო. იმიტომ რომ ზოდიაქოს ნიშნები არის და ხო, რაღაცა უნდა იყოს მაშინ საქართველოს ისტორიაში. ხო, კალენდარი რო შევცვალეთ და თავისთავად მგონია რომ სხვა კონკრეტული ტაძრის აგებაზე ჯერ თავს ვერ დავდებდი, იმიტომ რომ ვერ ვიხსენებ რომ ტაძარში შეიძლება იყოს ეს სავარაუდოდ ფერწერა არის, იმიტომ რომ თუ ტაძარში არის, ხო შეიძლება ტონდო იყოს უბრალოდ და გამოიყენებოდეს წერვის დროს, თუმცა ვერ ვიტყვი. რაღაც ნახოთ რა იქნება. ტერმინოლოგიურადაც კი გასაგებია რა კარგად იცის კეთილმხელოვნება, იმიტომ რომ რამდენიმე ისეთი სიტუაციას კოლიორო უნდა მოვაყოლოთ, მაგრამ კი ანასკენ გადმოვიდა შენ კურსასმენები შეგიძლია და არა შეჯერ არ გაიკეთო, მეორე მინიშნება უნდა წაგიკითხოთ, რომელიც არის ამონარიდი ერთ-ერთი ლექსიდან. დაფასება ღვაწლის ნაცვალ მე-20-დან გამიგია. ვუფრთხილდები ყველა მარცვალს, მაგრამ ბეთთან წამიგია. ეხლა რატომ კარგი აგიგია? რა 4-იანი უნდა ამაღონ. რა არის? სვეტიცხოვლის აგება არის პირდაპირ აფიქსირებ რაღაც. პირველივე გვთქვი და გულმწყდება რომ 4-იანი არ არის. ეს არის სვეტიცხოვლის აგება, ნამდვილად ანამ გაიხსენა რომ ეს გამოსახულება არის სვეტიცხოვლის ფასადზე. ხო, და თქვი და მეთქი აი მაინც იქნება რა. გამე სხვა არ იყოსო. ხო. ნუ, ოღონდ ეს სტროფი არა რომელიც ცნობილია უფრო რა, რატომ კარგი აგიგია, მე მოყვება მაშინ კი ბატონო ამას. პირველივეზე. გავთანაბრდით მეგობრებო? გავთანაბრდით. 3-3 ხდება ანგარიში. აი დაიწყება მდგომარეობა და ზუსტად ვიცოდი რომ ეგ. შეგეძლო. ხო, სხვა მინიშნებებსაც გაჩვენებთ რა იყო მე რამოდიოდა ეს და ეს გულაწყარინის 4-5 ამიგია დამიჭირეს კვლავ. ჯერ იქნებოდა აი ეს. ხო, სამნოვიანი ნუ ბოლო იყო ძალიან ესა უკვე. მარჯვენა ბოლო იყო კონსტანტინე. ჩვენ ხო იცი სხვა პაკეტი გვეყოფდა და ეს ამოგვიცვალეს პირველები რო ვერ გამოვიცანით მარტივერზე გამომართ. ვიყდე ერთადერთი რინგი ზოგი კითხვა შედარებით რთულია, ზოგი კითხვა შედარებით მარტივია, ეხლა მოგვიწია მარტივი და მოდის სვეტიცხოვლის პირველ ტურით. ვიცი ვგრძნობ. სვეტიცხოვლის აგების შესახებ ნახოთ ჩვენი ვიდეო რგოლი. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მე-4 საუკუნეში მის ტერიტორიაზე მირიან მეფე პირველ ეკლესიას აგებს. ვახტანგ გორგასლის მეფობისას პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად ქვის ბაზილიკური ეკლესია შენდება. მე-11 საუკუნეში კი მელქისედეკ კათალიკოსის თაოსნობით ხუროთმოძღვარი არსუკიძე ახალ ტაძარს აგებს. საუკუნეების განმავლობაში სვეტიცხოველი საკუთარი მდიდარი ბიბლიოთეკით მცხეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი ხდება. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც არაერთხელ დამდგარა განადგურების საფრთხის წინაშე, თუმცა დღეს სვეტიცხოველი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ვაგრძელებთ თამაშს, ორი საქმე გვაქვს დარჩენილი და პრინციპში ბოლო საქმე. ორი ნერვი დამრჩა. დარჩა სიცოცხლე. თამაშის ბოლომდე. კატის ბოლო ორი სიცოცხლე. ორი ფუცით ნა. კაი, საქართველოს ისტორიიდან ამჯერად ისევ საქმე, ამჯერად ქეთი იქნება პირველ გამომცნობი. ხო? დიახ. კი ბატონო, მოდი ვნახოთ ჩვენ საქაღალდეში რა არის დამალული. აი, ვიკაპიცეთ. კლავები. ცოტა მოვწოწყურე. ეს გახლავთ პირველი მინიშნება. ლოურენსო ფარაბია. ისე საქართველოს ისტორიაში ვართ, ხო? საქართველოს ისტორიაში ვართ ნამდვილად. კეთი. ხურსასმენები? ახლა ამ ტერიტორიაზე ქართველი მოგზაური აი აქ და აი აქ. რაღაცა ძალიან კონკრეტული მარშრუტი. ხო, აი იცი რა არის? კონკრეტული მარშრუტი არის, თან მიდის
ბრიტანეთიდან რა ქართველი ადამიანი რომელიც ბრიტანეთში საქმიანობს და მიდის მერე გასაგებია ბრიტანეთთან ინდოეთში რატომ მიდის ხო? კოლონიაა, მაგრამ არა, არ ვიცი მე კომენტარს ვერ გავაკეთე. ხო, არა, თუ მიდის, არ მიდის, რატომ მიდის? ხო, შეიძლება რაღაცას აგზავნის, თუმცა არ ვიცი, ხა მაგას არ მიყვარს ხოლმე პირველი როზე ბევრი ვერსია ჩამოყრა, იმიტომ რომ ძალიან აი, მაშინ გადავიდე. ხო, ის არის რამდენიმე ვერსია მაქვს, უბრალოდ მგონია რომ უფრო ახალია ვიდრე თქვათ მე-19 საუკუნის ქართველი მოგზაური რომელიც აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე ხა რამდენი სამწუხაროდ მეტი ვერ გავიხსენე, მაგრამ უკრაინა ხო, ნუ აი ლოგიკური გზით მიდის, ფეხი. ოკეი, კაი, ხო, ნუ აი ჩავიწერ რა იდეებიც მაგ და ხურცესმენები. შენთვის რაზე მეტყველებს ეს? ინდოეთამდეა ჩამოსული, ხო? ინგლისიდან ინდოეთამდე. კაი, ჩვენი გზა გამოვლილი არ არის. ანუ საქართველოში შემოსვლა ესე არ ფიქსირდება, რაღაცა რამაც გადაგვიარა, მაგრამ თან საქართველოს უნდა ეხებოდეს, იმიტომ რომ ქართული არის თემატიკა. კაი, აბრეშუმის გზის ძველი რაღაცა ის შეიძლება ეს იყოს, მაგრამ აბრეშუმის გზა, ну აი ცოტა დაბლა გადიოდა და თან აქეთ აგზელებდა. კაი, თქვათ ვიღაცა გაიხიზნა. მაგრამ ვიღაცის გახიზნა ხო არ იქნება. საფრანგეთზე უფრო გავიგებდი ვინც, ანუ თქვათ რაღაცა ელიტის აქცევა ყოფილიყო, მაგრამ აქეთ ვეღარ ხვდები რა ჯანდაბა არის. კაი, შეიძლება რთულია მხოლოდ ამ მინიშნებით პასუხზე გასვლა. შეიძლება, კაი, ну ფეხით სიარულია ასევე მონიშნული, ეგ არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. ხო, საფეხმავლო არის, რაღაცა პილიგრიმების რაღაცა, просто ჩვენთან რატო აღარ ხვდები, კაი, ჯვაროსნული აქ არ ჩასულან. უბრალოდ აქ სხვანაირად შეიძლება, მაგრამ იტალია არ არის ჩართული. ლენა. რომი არ არის ჩართული. ყავ ნახოთ მეორე მინიშნება. აი, ну, გავხსნათ მეორე მინიშნება. კეთი. მოდი ხა. ეს არის მეგობრებო. მეორე მინიშნება. და კეთის აქვს ფიქრისთვის დრო. ანაყურსესმენები. აბა რა შეგუმატა ამან? ხო, ну, თუმცა შეუცვალია თუმცა არ ვიცი ხა. რატო? ახსარების ჩაბარება, ამ სახსარების კაბინა. ანუ ეს არის სახსარება? რადიოთი ხდება, უბრალოდ ერთმანეთთან შორს მყოფი ორი ადამიანის შორის კონტაქტი. თუმცა ეს მანძილი მაბნევს რა, იმიტომ რომ იცი რა ვფიქრობ, ეს არ არის ქრისტიანული, ეს არის უბრალოდ ქრისტიანული, ეს არის არ არის მართლმადიდებლური, ეს არის კათოლიკური. ან პროტესტანტული. არა მართლმადიდებელი ქართველები ხა ორი რაც გვახსენდება, სულხან საბადო მიხეილ თამარაშვილი, კი ვიცით, მაგრამ ვერ ვაკავშირებ ერთ-ერთთან. ის რომ სასულიერო პირები ჩვენი ქვეყნისგან მათ შორის სასულიერო პირები მოგზაურობდნენ, ეს სწორედაც რო ასეა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ვისაც შეეძლო მოგზაურობა, სწორედაც რო სასულიერო პირი არის საუკუნეების განმავლობაში თან. ის რომ ახლა მე ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე რომ სულხან საბას სტუმრობა ლუისთან საფრანგეთია თითქოს, მაგრამ ლინდოეთ რა შევარ ვერ ვაკავშირებ. იმიტომ რომ ცოტა დიდად არის ეს წრე დასმული, მაგრამ ინგლისიანი. ხო, ანუ აშკარად ინგლისიანი ხო? ხო. მაგრამ სასულიერო პირი ან ახსარება ან კარგი მუხისავეჯი. კარგი მუხისავეჯი. თუმცა აქ ხა ეს არ ამგონია რომ რამე მნიშვნელობას ატარებდეს. ის რომ ადამიანს 69 ახსარება. მე ჭრება ვინმე ფეხით წასულიყო ამ ხელამანძილზე და არ ვწოდნოდა. კაი. თან ამ ორ ქვეყანას შორის, კაი, ოკეი. მე მესამე მინიშნებაზე ან უფრო სწორად ჯერ ანასთან გადავიდეთ. მოვიხსნა ერთი სული მაქვს. კი. შენთვისაც ემატება ეს მინიშნება. კაი. ეს მეორე ასევე რაღაც საეკლესიოს გავს, ამიტომ რაღაც ეს პილიგრიმების ან ჯვაროსნების ან რაღაცა ეგეთი გზა ისე იმაში რჩება. ანუ გავს ახსარების ოთახს.
თავიდან ვიფიქრე რომ შეიძლება და ყოფილიყო იერუსალიმში ამ მცირე ტაძრის შიდა ნაწილი, მაგრამ თითქოს ქვა იქ რაღაც ნამყოფი ვარ და არ მახსენდება ესეთი ვიზუალი. თან ვერ ხვდები რა შუაშია მან, ნუ კი კვეთაში არიან, გავლით გაივლიდან ხე ზემოდან იერუსალიმს. კაი, მივადგეთ მესამე ნიშნებას. კაი, სანამ მესამე ნიშნებას მივადგებით, აღსარება gospel არის ხო ინგლისურად? gospel სახარება. confession. ანუ რამე სიტყვები ხო არ მაძლევს road confession. გზა აღსარება. არის გზა, არის ნელი თამაში, არ ვიცი მიგონო. აი, იყოს მესამე. მე მგონია რომ მესამე უკვე მარტივი იქნება და მივხვდა. შეიძლება კი, შეიძლება არც, არ ვიცი. მესამე მინიშნება ქართული რო არ ყოველდღე არ გაბნევს. კი, ქართული ისე ვერ მოვლენა. გავხსენი და დიდად ვერ ბოდიში და მესამე მინიშნება. აი არ მინდა ხამკაცის დანახვა რა. დიდად მოგიწევს დიდი ხანი უყურო თვალებში და იფიქრო. არ ვაპირებ. გასაგებია ვინც არის? ანუ მონანიებაზე რო არის გავიგეთ. მონანიება ახალსარების ჩაბარება მონანიება არის, გასაგებია ახლა ბერიას პროტოტიპი. ჩვენც აგვიხსენი. ხო, ნუ ხა ლავრენტი ბერიას არ მინდა რომ დიდხანს უყურო თვალებში გასაგებია მიზეზების გამო, მაგრამ ხო, ნუ მონანიება, უბრალოდ მონანიება ფილმი მონანიება რო გამოვიდა 93-ია, არ მახსოვს. ან აშკარად ხა როგორ გინდა მითხრა რომ ამ შორის ფილმი მონანიება ამ თენგის ამბობთ მაგრამ არა მოვლენა ხო და გამოვიდა მონანიება არ ვიცი თუ გინდა დავაფიქსირე თუ გინდა ვიცი არის აი ვერ ხსნი აი ამას ვერ ხსნი ვერაფერთან უკავშირებ ეს ორი ხა როგორ შეიძლება რომ ფილმი მონანიებასთან კავშირში არ იყოს მე ვერ ვიტყოდი, მოკლედ. წარმოგიდგენია რომ ეს არის უბრალოდ ძალიან მიეჭვება რომ ესეთი კომბინაცია გააკეთებინა რომ სვეცხოვლის აგება და მონანიების გამოსვლა რათა ორივე ხელოვნების ჭრილში მაგრამ ყველა ვარიანტში ხა ხო ნუ მე მგონია რომ უნდა დავაფიქსირო რა მოკლედ მონანიების გამოსვლა არის. მონანიების გამოსვლა ფილმის. ფილმი მონანიება. ხო, დიახ. კეთილი. ეს ნახატი მთლად ვერ დააკავშირა, მაგრამ ეს ორი დააკავშირა, შენ ხარ მოგივიდა რაიმე იდეა ამასობაში. ანუ ის იმასთან ვერ ვაკავშირებ. მოკლედ, ეს არის საახსარებო, რომელშიც ადამიანები შედიან, რათა მოინანიონ საკუთარი მონანიება. ცოდვები. ეს ვალა მარავიძე. ლონდონიდან ბომბეამდე. რაზი ხარია? აუ რა მარტივია, როცა იცი ძალიან მარტივია. ხო, მეორე მხრიდან მარტივია. გვირაბის გათხრა ლონდონიდან ბომბეამდე. პროსტა ლონდონი და ბომბეი არ გვითხვა. კი. მეც არ მithქვამს. აბსოლუტურად. როგორ თქვა ხო ეს აი რისთვის მოვიდა, არის ჩემპიონი ხა. რამდენი ხანი დაჭირდებოდა? აუ რა მარტივია, ძალიან არა, გაბრაზებული. პირველი ორი იყო გადასარევი მინიშნება და საკმაოდ მარტივი იმისთვის რომ მივხვდეთ. ის კაცი რო შეიძლებოდა. მაგის გარეშეც მე რა იცი რა, ამას იმდენი ხანი იძახეთ, აღსარება, საახსარებო ლოცვა, რაღაცა რომ აი სადმე სიტყვა მონანიება სინანულიც გეხსენები. ძალიან შორს ვიყავი. აუ დაჟერები ვიფიქრე რომ გითხრათ. და თუ ვერ გამოიცნობდით ამ მინიშნებაზე, მე ბოლო მინიშნება იყო ასეთი გზები, რომლებსაც მივყავართ ტაძრებამდე. ხოლო ეს ცნობილი ტაძრებამდე, ცნობილი ფრაზა ხომიდან მონანიება. მოდი მონანიების გადაღების შესახებ ნახოთ ჩვენი ვიდეო რგოლი. ვედრებისა და ნატვრის ხის შემდგომ 1984 წელს თენგიზ ზაბულაძე ტრილოგიის ბოლო შედევრს მონანიებას იღებს. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ნოდარ წულეისკირის წიგნ საფრთხები. ფილმი პრემიერამდე არალეგალური გზით ვიდეო კასეტებით ვრცელდება და გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოაქვს რეჟისორისათვის. მოიპოვებს რა კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის 3 პრიზს. ჩიკაგოსა და იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემიას საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისთვის და ნომინაციას ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. მონანიება საუკეთესოდ წარმოაჩენს ტოტალიტარული რეჟიმის სახეს და ადამიანურ ტრაგედიებს ამ რეჟიმის პირობებში. და
კიდევ ერთი მოვლენა დაგვრჩა გამოსაცნობი ამჯერად მსოფლიო ისტორიიდან. მეგობრებო, ბოლო საქმე, ბოლო შანსი ერთბაშად ბევრი ქულის მოპოვების და ამჯერად ანას ექნება უპირატესობა. დავიწყოთ პირველი მინიშნება. პირველი მინიშნება არც არაფრის უპირატესობა არ არის. არ ვიცი. სტატისტიკურად სხვათა შორის ხო? არ ვიცი. აი ეს არის პირველი მინიშნება. კარგი. ეს არის პირველი მინიშნება. ანა. ყურსასმენები ქეთი. რამეს მიხვდი თუ რა? არა. ვიდეები არის, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მივხვდი. გახუხული პური არის. უბრალოდ გამხმარი პური, რამდენადაც შეიძლება რომ იყოს. მგონი რომ დიდ შიმშილობასთან შეიძლება იყოს კავშირში. თავიდან რაღაც კარტოფილსაც გავს ვიზუალურად, ანუ პური ახლა ნამდვილად. არა, პურად არის. პურად ვერ იყო, ხო, იმიტომ კარტოფილის შიმშილობა კიდე ხო, ეგ დამთხევა უბრალოდ. ხო, რა ვიცი, დიდი შიმშილობაზე უკეთეს, ახლა პროსტა გამხმარ პურზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ეხა რო ვთქვა და ეგ არ აღმოჩნდეს და მე მეორე მინიშნებით ძალიან მარტივზე გავიდე, მე რა ვქნა. ამიტომ თავში. მაგრამ მოდი არ შევიკავებ თავს. შევიკავე თავი. კაიჩი. მაგრამ შეიძლება ესე შემთხვევა არ იყოს. აი, რასთან ასოცირდება პური, ხო? რაღაცა საკვებთან, შიმშილთან, აი, გაშავი რატო არის? ხო. დამწვარი შეიძლება რაღაცა ინგლისის გადაწვასთან იყოს კავშირში. კიდე რა დიდი ქალაქები რა დაიწვა, ეგეც ცნობილი. უბრალოდ აი ინგლისის გადაწვა და დამწვარი პური თქვათ რატო? რატო? ხო. ლოგიკური კითხვა. მაშინ პურის სახეობას უნდა იყოს ისეთი, როგორიც თქვათ რაღაცა, თქვათ იტალიური ჩაბატა და იტალიის დაწვასთან იყოს კავშირში. კი ბატონო. საფრანგეთის რო შევეხოთ, რადგან შევეხე, შეიძლება რომ ეს ბოლო მოვლენაზე იყოს, თქვათ ნოტრ-დამის დაწვა და ეს გავს ბაგეტს, უბრალოდ ბაგეტის მინი ვერსია. ამიტომ მე დავუღებ მეორე. კარგი. მინიშნებას. მოვიდა შენთან. დაიწყე. მოკლედ, ერთი ვერსიით ლონდონის დიდი ხანძარი დაიწყო სახაბაზოში. და თუ ეგ ვერსია გავითვალისწინეთ, შეიძლება იყოს ლონდონის დიდი ხანძარი 1666 წელი. ანამ რო ეხლა იყოს 3 ქულა. ერთი ქულით მისწრებს და მერე ტური გრჩება, ხო? მერე გრჩებათ თემების ტური. ოკეი. ხო, იცი რა არის, არ ვიცი ხეს ამ ხელარის კი მიიღებს თუ არა. შემდეგიდან რო ავიღო 3 ქულა, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, იცი რა არის, ეს რო არ იყოს მერე საწავიდე. ძალიან რთული, ანუ არ მინდა რომ ქულას ეს შეუშინდა და მოკლედ ძალიან განერვიულებ, ამიტომ გადაწყვიტე. ხო, იყოს არა, მესამეზე რა დაძალებები ხდება? არა, ვერ ჩამოყალიბდა ამბობს, არ ამბობს. მოკლედ, კაი, ხო, იყოს ეს ლონდონის დიდი ხანძარი 1666 წელი. ეხლა მე არ დამბრალდი. არა, მე ჩემთვის ვაბრალებ აქვს. არა, ისტორია და რატო შემაცდინე და მეკითხებას არ მინდა. არა, რაღაცა ისა. 1666 წელი. მე ნამდვილად უბრალოდ მინდა რომ ჩამოყალიბებული იყოს შენ. ხელებს ისე იშვერთ რომ მაგრამ აბნევთ. всё, არა, მოვჩი მეგობრებო. რა? ლონდონის დიდი ხანძარი 1666 წელი. აფიქსირე. აფიქსირე. არა, რას დავიტანჯეთ, იცი? დაეფიქსირებინა ვერსია აქვს, დაეფიქსირებინა თუ არ დაეფიქსირებინა და ხო, ეთქვა თუ არ ეთქვა, მე 3 ქულა დარჩებოდა თუ 2 ქულა და შენ გაასწრებდი თუ ამოხდებოდა, ამაზე ვწვალობთ და თან მე აბსოლუტურად ჩემთვის სულ ერთი იყო დააფიქსირებ თუ არა, მაგრამ დააფიქსირე ბოლოს რა. შენი გამოცდილება გამოიყენა ამ შემთხვევაში. ქეთიმ დამწვარი პურიდან გამომდინარე იმიტომ რომ ლონდონის დიდი ხანძარი დაიწყო საფონთუშიდან, საცხობიდან და ეს არის დამწვარი პური მინიშნება ზუსტად ლონდონის დიდ ხანძარზე. უნდა გაჩვენოთ აუცილებლად ჩვენი შემდეგი მინიშნებები, იმიტომ რომ ძალიან საყვარელი მინიშნებებია. თუ აქ არ დააფიქსირებდით. მეწერა რატომ ბაგეტი? მე მქონდა ესეთი რატომ და გადასარევი London Dry Gin-ი. Yes, რა თქმა უნდა. რომელსაც ქვია Hellfire. ნამდვილად არსებობს ეს London Dry Gin-ი. Hellfire. ხო, კაი. კაი არა დააფიქსირე. მაპატით. ხო, მე გვექნებოდა ასევე ძალიან კაი ფოტომინიშნებები. არაფერი გვერდება, ამ ხო დაგვენახე. ჯინის ბოთლის არიელი იყო მე. შემდეგი იყო ეს.
ხო, დიდი ხანძრები ქალაქში. ყველაზე ცნობილი დიდი ხანძრები ისტორიულად დადასტურებული და ბოლო უკვე ძალიან მარტივი იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ აქამდე არ მივიდოდა საქმე. ლონდონის სახანძრო მანქანა. ვნახოთ ლონდონის დიდი ხანძრის შესახებ ჩვენი ვიდეო რგოლი. 1666 წლის 2 სექტემბერს ლონდონში პუდინგ ლეინზე მდებარე საცხობში გაჩენილი ცეცხლი ქალაქს სწრაფად ედება. ძლიერი ქარის და მჭიდრო ხის ნაგებობების გამო ხანძარი რამდენიმე დღე გრძელდება და 13,000-ზე მეტ სახლს ანადგურებს. ესაა ისტორიაში აღწერილი ერთ-ერთი უდიდესი ხანძარი, რომლის შემდეგაც იწყება ქალაქის აღდგენა ახალი დაგეგმარებით და არქიტექტურით. იცვლება მუნიციპალური სისტემები, სახლები აგურით და ქვით შენდება, ქუჩები კი ფართოვდება. საბოლოო ჯამში ლონდონის ხანძრის ტრაგედია მძიმე შედეგების მიუხედავად ხელს უწყობს სახანძრო სისტემების განვითარებას და საფუძველს უყრის თანამედროვე ლონდონის ურბანულ იესახეს. მეგობრებო, ვაგზელებთ თამაშს და მესამე რაუნდი ვრჩება სათამაშო, რომელიც როგორც უკვე გითხარით, განახლებული ფორმატით გვაქვს წარმოდგენილი. მე მაქვს აქ 3 კონვერტი. მწვანე, წითელი და ყვითელი, თითოეულში დევს თითო განსხვავებული თემა. თითოეულ თემაში არის 3 კითხვა, რომელთა ნომინალებია 2-2 ქულა. ანუ თითოეული კითხვის გამოცნობის შემთხვევაში 2 ქულას მიიღებთ. ამიტომ 6 ქულას ვათამაშებთ, 9-3 ანგარიში და თეორიულად. ამიტომ უეჭველი 3 უნდა გამოიცნო და კეთი ვერ გამოიცნოს. პასუხებს წერთ თქვენს დაფებზე. არა, შანსი თეორიულად ყველაფრის არის. მოდი, რადგან პრინციპში პირობითია. ანა, რომელი გამოვრიცხოთ? ფერი. მწვანე. მწვანეს არ ვთამაშობთ, კეთი? ყვითელი გამოვიცხოთ. წითელს თამაშობთ. წითელი თემა რა არის? ეხლავე გეტყვით. მამა-შვილები. ვაუ. მამა. მამა-შვილები. ხალამი. თითოეული კითხვის პასუხი არიან მამა-შვილები, უნდა დაასახელოთ ორივე. პასუხი ქულების მისაღებ. ისევ საქართველოს სახელებიც უნდა ვთქვა. პირველი 2 კითხვა ეხება საქართველოს ისტორიას, მესამე კითხვა მსოფლიოს, როგორც სახელებიც იკითხვა. უნდა ვთქვა. კი. გამომიცხეთ. ანუ თუნდაც აღარ ვითამაშოთ. არა, რატო, ჯერ მოისმინეთ. საქართველოს ისტორია მამა-შვილის სახელი. პირველი შეკითხვა. მამის აღსრულებულ პროექტებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ოპტიმისტი იყო. და არც მისი ვაჟი ჩამორჩენია პოლიტიკური ცხოვრების ფერხულს. რავი, სრული შტერობა. აბა, გისმენთ. ანუ სრული შტერობა შეიძლება იყოს შვილი ზვიად გამსახურდია და მამა კონსტანტინე გამსახურდია. ხო, მეც არ მიწერია პოლიტიკამ დაგვაბნია, თორე მე მგონი არ არის. გამსახურდიები წერია შენც? ზვიადი და კონსტანტინე. არა, ხო. ამ შემთხვევაში მამის ოპტიმიზმი მინიშნება იყო მის სახელზე კანდიდი. ჩარკვიანები, ოკეი. შვილის ფერხული მინიშნება იყო ჩამორჩენია პოლიტიკური ცხოვრების ფერხულს, ნაცნობ ქიმერათა ფერხული გელა ჩარკვიანის წიგნი. კანდიდა გელა ჩარკვიანები. მეორე შეკითხვა. მამა შეძლებული აზნაურის შვილი და ცნობილი მწერალი იყო. თუმცა გაჭირვებასა თუ უბედურებაში არ უცხოვრია. კოლეგა შვილმა კი მის ჩრდილს თავი ვერ დააღწია და მხოლოდ თავისი თანამედროვე კოლექტივის აქტიური წევრობით შემოიფარგლა. აბა, თქვენი ვერსია. მე უნდა თქვა? ხო. ისა შეგიძლიათ მაჩვენოთ და. მე კლდიაშვილს რა ქვია, მაგას ვიზახდი ის რო დაწერა. სამანიშვილის დედნაცვალი, ხო, ვერ გავიხსენე წაღან. ნუ სახელები ყოველ ხო, შემთხვევაში. დავით კლდიაშვილი. დავითი ხომ არის შვილი? მისი შვილის სახელი არც ვიცი. არ გახსოვთ. არის, ეგ არის? ეგ არის. ეს არიან დავით და სერგო კლდიაშვილი. სერგო კლდიაშვილი შვილია, რას? მე არაფერს არ მომგო, სერგო გამაგარი აღმოჩენა. კლდიაშვილის რა გაგიგია. ბიჭო, ჩემო მაშინ არის რა ცისფერებთან ცისფერყანწელი. კაი და რა რითი გამომწევი. ხო, და მინიშნებები იყო შესაბამისად აზნაური, უბედურება, გაჭირვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბოლო კითხვა. ამ ცნობილი მამის არც ისე მცირეხნიანი მეფობის შემდეგ სამეფო მისმა შვილებმა გაიყვეს.
მათგან ერთმა კი მოგვიანებით დიდებულ იმპერიას დაუდო სათავე. ანუ ერთი ვიცი, მეორე მამა არ ვიცი ვინ არის. მამა იცი თუ შვილი? მე მგონი შვილი დიდებული იმპერია ვინც დაარსა სულთან სულეიმანია, მაგრამ აჰა. არა? აი გიყო მე ალექსანდრე დიდი მეგონა. ალექსანდრე დიდი სულთან სულეიმანი არც ერთი არ არა, არის. დიდებული იმპერია. მცირეხნიანი დიდებული მეგობრობა მამისა დიდებული საუკუნე მინიშნება. იყო. ხო, დიდებული საუკუნეზე მეგონა რომ პარალელი ქონდა. არა. სიტყვა დიდებული დიდებული ტყუილად არ იყო რა თქმა უნდა და არც მცირეხნიანობა იყო ტყუილად, იმიტომ რომ მამა იყო პიპი მოკლე. მცირე. მცირე შვილი იყო კარლოს დიდი. გასაგებია პიპი მოკლე შეიძლება მაგრამ აი არ არის ხა ეგეთი მარტივი არ იყო არ იყო მარტივი საერთოდ არ მაგრამ ეს მარტივი იყო. კლდეშვილის გვაირობა გაუხსნა და სამანიშვილის დედნაცვალად ორივე დავაერთებულად გამოგვაცხადოთ და დავიშალოთ. 9-3 მორჩა ანგარიში, რაც ნიშნავს იმას, რომ ოღონდ ჯერ უნდა გადმოგცე აუცილებლად. ეს იმას მჩუქნის გულის გატეხვის წამალს, ანუ გულის მალამოს მჩუქნით, რომ შეგიძლია ნახო შემდგომში გასაჩუქრებია და ასევე ექსტრა გადმოგცემს ასევე საჩუქრებს ეს ორი მე შენ უფრო ისე მიდიხარ აქედან მრავალსაჩუქრიანი მე მგონი ამით გული ძალიან დამიამდება და დამაუწყდება მოგეწონა ხო? კი ეს სირცხვილი და ეს რა ქვია ყველაფერს და ამებს ექსტრაც გავხსნა შეგიძლია ნახო მე მანამდე გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი მოიწონოთ გამოგყვეთ დაგვიკომენტაროთ და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ექსტრაჯის SPS Click Productions და Heima Productions ჩვენთან მეგობრობისთვის და იმისთვის რომ გეხმარებიან რომ ეს შესანიშნავი შოუ მოვამზადოთ. ქეთის კი შევხვდებით ნახევარფინალში ქეთი. ხელცარიელი და შევწყვენი. ხელცარიელს გავუშვეთ, ხოლოდ ნახევარფინალში შევხვდებით. ნახევარფინალში ხომ მოვიგებ რაღაცა? თუ წააგებ მოიგებ. ნახე როგორი პარადოქსია. დინამიკი თუ ესე თუ ვითამაშა იქ იგივე დინამიკა თუ გააგზავნებ ამებს მოიგებ. კიდე შეგხვდებით რომ წააგო და მოიგო. საბოლოოდ თუ მოიგებ დაგრჩება მეტაქვეს 3. მადლობა მეგობრებო. შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით. მადლობა. კარგად.